ისმაილოვმა გუშინ დაამარცხა ბათუმელი სანდრო ჭინკაძე 4-1 და კილოსამია მოუგო სენაკელ ალექსი ნადარაიას ასევე 4-1 იყო ანგარიში. ნადარაია და ჭინკაძე გახდნენ ჩემპიონი. არტურ ელიზბარიანი ახალქალაქელი მსაჯი. პირველი რაუნდი. ჯერჯერობით თავი ახლობ ზოლთან კლინჩი დასრულდა ეს ორივე ეპიზოდი. კილოსონია გამოკვეთილიცაცია შეამჩნევდით. ცოტათი უფრო მაღალია და 1 წლით უფროსია ემილ ისმაილოვს. პირველი ატმა იყო შედეგიანი კილოსონიას მარცხენა ხელი დაიწყო და მოარტყა. არც ერთი არ იყო ზუსტი დარტყმა. აქაც, მაგრამ უმეტესად შეტევას იწყებს გიორგი კილოსონია. აქ მოძვენა მოარტყა ისმაილოვმა. ახლა კუთხიდან და კილოსონია მოარტყა პირდაპირ ისევ მარცხენა ხელით დაიწყო ძირითადი ხელით. ბოლო 10 წამი პირველი რაუნდის. კარგად შეუტია ისმაილოვმა, მაგრამ საკმარის რამდენად იქნება პირველი რაუნდის მოსაგებად. ვერ გეტყვით. ნახოთ, რას გადაწყვეტავენ საჯები. კილოსონიას ჰქონდა უფრო დარტყმები. პირველი რაუნდი მოიგო გიორგი კილოსონია 5 საჯის აზრით.
მეორე რაუნდი. ისმაილოვმა უნდა მოუმეტოს მეორე რაუნდში. აქ ბოლოჯერ კარგი მარჯვენა ისმაილოვის. შეიძლება ანალოგიურ შემთხვევაში გაფრთხილება მისცეს უკვე კილასონიას საჯმა რეფერი. მგონი მარჯვენა ზუსტი იყო კილოსონიას. კარგი მარცხენა ისმაილოვის. ორი ძიმე დარტყმა მიაყენა, ვერ მოასწრო გასვლა კილოსონიამ. ამ რაუნდში რომ გაიყოს საჯების გადაწყვეტილება, ხო, არა, ის ბოლო სასაზნოვი დარტყმა იყო, რა თქმა უნდა. ველოდებით. ჯერჯერობით არ გვაქვს ნახოთ. ემილ ისმაილოვმა მოიგო მეორე რაუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს მესამე რაუნდი გადაწყვეტს. ხო, ლოგიკური იყო. კილოსონიას მსგავსი არაფერი არ ქონია მეორე რაუნდში, როგორც ქონდა ემილ ისმაილოვს, ორი ძალიან ძიმე პირდაპირი უარტყა მოწინააღმდეგეს გარდაბნელმა მოკრივემ. იწყება მესამე რაუნდი. ტყუილად არ ვფიქრობდით მოკლედ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფინალი გვექნებოდა. მატა კილოსონია მიცის რა თქმა უნდა, რომ წააგო მეორე რაუნდი. კარგი რეაქცია ჰქონდა ახლა ისმაილოვს. კარგი იყო. ისმაილოვს კაი მარჯვენა მოაყო კიდევ ერთი პირდაპირ. ისმაილოვ ასწრებს. კიდევ ერთი მარცხენა ისმაილოვის. აიქ მარჯვენა თუ პასუხა სწრაფად გიორგი კილოსონია.
კარგად შეუტია კილოსონია. კარგი მარჯვენა კიდევ ერთი ისმაილოვის. თუ გაფრთხილება არ ჩაერევა ამ ბრძოლაში კარგი იქნება. კიდევ ერთი კარგი. კარგად კიდევ ერთხელ ჯერ მუცელში შემდეგ მარცხენა. უკეთესია მესამე რაუნდში ისმაილოვი. კიდევ ერთი მარჯვენა. ორი მარჯვენა პირდაპირი. ბრავო ემილ ისმაილოვს. მესამე რაუნდში შანსს არ აძლევს ფოთო მოკრივეს. კარგ შეტყმ არ იყო ზუსტი და ბოლო 10 წამი მესამე რაუნდის. ტანში უტევს ისმაილოვი. ამით დასრულდება კიდეც ეს ბრძოლა. ისმაილოვმა მოიგო, შედი აზრით? მე ეგრე ვფიქრობ მესამე რაუნდს, მაგრამ საჯი არ ვარ მე. მოხეთ რას გადაწყვეტა საჯი. ეს მასე ვფიქრობ. უფრო მეტი ზუსტი დარტყმა ჰქონდა ჩემი აზრით. თან საგზნობოთ მე და აი გამეორებებზეც ახლა დავხედავთ. აი სამი გამეორება ჰქონდა, სამივე ემილ ისმაილოვის ზუსტი დარტყმა. აქ მეოთხესაც ნახავთ. არა, აქ არ იყო ეგეთი. აი ეს მარჯვენა. ამ ბრძოლაში გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული საჯების ერთიანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. ემილ ისმაილოვი საქართველოს ჩემპიონი ხდება. ბრავო. ესეთი ბრძოლა ესეთი ანგარიში არ ქონია ჩვენ, რომ ერთი რაუნდი 5-0 მოიგო ერთმა და შემდეგ მეორემ დაუტრიალა ორივე 5-0. გარდაბანმა დაასრულა ერთი ოქრო, ერთი ვერცხლის მედალით ეს ტურნირი. ფუთელებს ყავთ კიდევ ორი ფინალისტი, აკაკი ბასარია და ჟვანია. შემდეგ შეხვედრას იმსაჯებენ რეფერი მირზა ფურციძე ქუთაისი. საჯები პირველი მაგიდა ედუარდ მარგანელი რუსთავი, მეორე მაგიდა არტურ ელიზბარიანი ახალქალაქი, მესამე მაგიდა